ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებს ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სულ რამოდენიმე კილომეტრი აშორებს. ბოლო ინციდენტს, რომელიც სოფელ კოდასთან მოხდა, ადგილობრივმა მცხოვრებმა მამაშვილმა თავის შემთხვევით დააღწია. მათი განმარტებით, სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავ მანდარინით დატვირთულ მიკროავტობუსს შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ოსური აქცენტით ქართულად საუბრობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. აქედან რო ავდიოდი აღმართზე. გამოვიდა ერთი, ორნი იყო რა სულა. ერთი ორსა პირდაპირ გამოექანა, წამოვიდა ჩემი მიმართულებით იარაღ მომარჯვებული ეს. სროლა ატყდა ჩვენ რო გავიქეცით მე იმათმა გაგვიშნეს ცეცხლსავსე იარაღით. ახლა არაჩას ბურუსი არა ტყია არის პატარატე და ეგრე ამოდიან. ადგილობრივების ინფორმაციით ოსური მხრიდან შეიარაღებული პირები ახლო მდებარე ქართულ სოფლებში თავისუფლად გადაადგილდებიან. მომხდარი ინციდენტის შედეგად ფრონეს ხეობის რამოდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა. მისახედია ყველაფერი კაცო იმისთვის რომ მშვიდობა იყოს. ყველას ეშინია, ბავშვებს ეშინია, სკოლაში არ დადიან კოდოლები მაგალითად. ეხლა ეს დღეები უკვე არ დადიან სკოლაში. ესეთი ინციდენტი რომ მოხდა, უკვე შეშინებულები არიან ბავშვები, რამდენიმე დღე აცდენენ. შევშინდით, ლამი სოფელი უკვე დაიცალა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით. რამდენიმე დღის წინა ბიჭი იმასაკნეს ცემეს დაიჭირეს, ხეზე დააბეზა ცემეს. ახლა კიდე იმ მარშრუტკას დაუშინეს ტყვიები და იმასაკნეს დაუთხრელეს მარშრუტკა, უსაფრთხოა. ხეობელები ამბობენ, რომ ქართველი სამართალდამცავები სოფელ აბანომდე პატრულირებენ. მომდევნო სოფელი კოდა მათივე განმარტებით უკონტროლოდაა დარჩენილი. მოსახლეობა ამ სოფელში დამატებითი საგუშაგოს განთავსებას ითხოვს. მე ხა სწორედ იმ ტერიტორიაზე ვიმყოფები, სადაც რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაიხსნა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფლებში შიშის ფაქტორმა იმატა. მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. ჩვენ უკვე გვეშინია ახლა იმ სოფელში ნათესავების წყვავს მისვლა მოსვლა და გვეშინია მისვლა მოსვლის. ხელისუფლებისგან მოვიწვევთ თავდაცვას. მოგვაქციონ ყურადღება კაცო, ან დააყენოს, ან ჯარი დააყენოს, ან პოსტი გააკეთოს, რაღაცას დაგვიცვან რა. თქონდა საცა არიან საზღვარი დადგონი გაისენე. ერთია გააკეთე საოცარი. არ იყო ქართული საგუშაგო იქით ხარ. საგუშაგო იყო სოფელში, საცა ინციდენტი მოხდა და იქ აღარ არიან მოხსენ გადმოიტანეს აგერა გადმოიტანეს საკამუნაში მუხებთან. რამდენი კილომეტრით უკან გადმოიტანეს? დაახლოებით 3 კილომეტრით. კონფლიქტის ზონაში სრული სიმშვიდეა. მინისტრი პირადად იმყოფებოდა შიდა ქართლში, მან მოიარა ყველა საგუშაგო და პოლიციის განყოფილებას. სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. ფრონეს ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. ის ვითარების შემდგომი დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით ყველა მხარეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნებისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. მომხდარი ინციდენტის განხილვა ერგნეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელიც დეკემბრის თვეში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია იმ შელებს თუ არა ქართული მხარე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ, რომელიც სოფელ კოდაში დამატებითი ქართული საგუშაგოს განთავსებას ეხება.